დღეს აფხაზეთობა და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოც, ქვეყანაც, ხალხიც მშვიდობისკენ არის მიმართული. ეს არის პირობა იმისა, რომ ქვეყანა გამთლიანდეს, გაძლიერდეს. სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს. მხოლოდ ეს არის საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც შეძლებენ ძმურად თანაცხოვრებას. დღეს არის წმინდა მოციქული სიმონ კანანელის დღე. მისი მოღვაწეობა ეფუძნება იმ სიყვარულს, ურთიერთმიტევებას და მშვიდობას. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ ამ დღეს აღნიშნავთ ჩვენს აფხაზდებთან და ძმებთან ერთად. მინდა რომ განსაკუთრებით მიულოცო აფხაზეთიდან ყოფ მოსახლეობას და უსურვო სიმონ კანანელის მადლით, ღვთისმადლით, მშვიდობით, ერთობით დაბრუნებულიყვნენ ჩვენს ულამაზეს ქართულ კუთხეში აფხაზეთში.